საქართველოს ევროპული და თავისუფალი მომავლის დასაცავად მოქალაქეები სიმბოლურად ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და მცდელობებს გამართავენ თავისუფლების მოედნამდე. ახლა მოქალაქეებს დაკავებული აქვთ ევროპის მოედნის ტერიტორია, გზის სავალი ნაწილი. აქ შეკრებილები არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა 2024 წლის 28 ნოემბერს და რომლის მიხედვითაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა 2028 წლის ბოლომდე, კონკრეტულად კი მოლაპარაკებების ნაწილში არის მათთვის მიუღებელი და მათ მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი არის სახელმწიფოსთვის დამღუპველი. აქ შეკრებილ მოქალაქეებს შორის, როგორც მოგითხარით, არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის აქტიურად მონაწილეობენ მიმდინარე საპროტესტო მოძრაობაში კულტურის და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ასევე მოითხოვენ უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას, როგორც ისინი ამბობენ. პრინციპში ეს მოთხოვნა უკვე აქტიურად ისმის ბოლო 80 დღის განმავლობაში თბილისის და საქართველოს ქუჩებში. ისინი აცხადებენ, რომ ის პირები, რომლებიც ახლა სისხლის სამართლის წესით არიან დაკავებულები, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო ქართულმა ოცნებამ უნდა გადადგას ნაბიჯი და დანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და სამართლიანად წარმართოს კენჭისყრის პროცესი. აქ მოსულები არიან ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, დევნილები, რომლებიც თავიანთ უფლებრივ მდგომარეობაზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია სწორედ ამ კუთხითაც, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხითაც არის მნიშვნელოვანი. ისინი ასევე საუბრობენ კონკრეტულად დღეს აფხაზეთში ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე და მიანიშნებენ იმ ფაქტზე, იმ გარემოებაზე, რომ დანაშაულია, როდესაც თბილისის მხრიდან ამ ფაქტს ოფიციალური გამოხმაურება, კაცრი გამოხმაურება არ მოყვება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ნაკრისი ვალდებულებები. აქ შეკრებილი მოქალაქეებისთვის, დევნილებისთვის ეს განცხადებები საკმარისი არ არის და ისინი მიიჩნევენ, რომ მათ შორის სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით და მოსკოვი სოხუმის რეისების აღდგენასთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია არის არასაკმარისი და სწორედ ამ პოზიციის მკაფიო დაფიქსირებას მოითხოვენ ასევე აქ შეკრებილი მოქალაქეებიც. ამ წუთებში სრულდება ევროკავშირის ჰიმნი, ასევე ცოტა ხნის წინ შეცვლდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. მოქალაქეები საკმაოდ მრავლად არიან აქ მოსულნი და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, მთლიანად გადავსებულია ახლა ევროპის მოედანი. შეგვიძლია ახლა მოქალაქეების კომენტარებს მოусმინოთ, როგორ აფასებენ ისინი ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს და შემდგომ უკვე დაგიბრუნდებით ასევე პირდაპირ ეთერში. ქუჩის პროტესტი არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და ერთადერთი ძირითადი საშუალება, რისაც შესაძლებელი არის პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება. ქუჩის პროტესტმა უნდა მოიტანოს ახალი არჩევნები. ახალმა არჩევნებმა უნდა მოიტანოს პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება. შესაბამისად, ეს ერთმანეთთან ჯაჭვურად არის გადაბმული. უმნიშვნელოვანესია და ძალიან დიდი იმედი აქვთ ციხეში მყოფ ჩვენს ახალგაზრდებსაც, რომ პროტესტი არ განელდება, პროტესტის მუხტი მოიმატებს და შესაბამისად ისეთი ტალღა იქნება ქვეყანაში საპროტესტო, რომელიც თვითმარქვია ხელისუფლებას მიიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ახალი არჩევნები დანიშნოს. სხვა შემთხვევაში ცალსახაა და ვხედავთ, რომ 80 დღეა მიმდინარეობს მასობრივი აქციები, ქუჩის გადაკეტვა. 80 დღის განმავლობაში რუსთაველი გადაკეტილი, პრეცედენტი ასეთი არც ერთ ეპოქაში არ არსებულა. რეჟიმის ტყვეებს რაც შეეხება ვიტყვი რომ ხნედ უნდა იყვნენ, რომ ჩვენ ყველა მათ გვერდით ვართ და ვიდგებით მანამ სანამ ისინი არ გათავისუფლდებიან. განსაკუთრებული მხარდაჭერა ყველას რა თქმა უნდა, მაგრამ იმათ ვინც შიმშილობს და რა თქმა უნდა მზია ამაღლობელს, რომლის მიმართაც მე ვფიქრობ, რომ არაადამიანური საქციელი ჩაიდინეს. ეს ცდება ყოველგვარ ადამიანურ, არ ვიცი მე, აზროვნებას, ლოგიკას და ყველაფერს. ევროკავშირის ინტეგრაცია ჩვენ თუ გადავწყვეტ, ეს არის ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილება და რუსეთის ზეწოლა და ქართული ოცნების უნილატერალური უარი ამ თვალსაზრისით მიუღებელია აბსოლუტურად. და ევროპული კავშირი არის ის ორგანო, რომელსაც უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელსაც ეხლა ყალიბდება, მაგრამ საქართველოს პერსპექტივა, მისი ევროპული პერსპექტივაზე უარი ქართულმა ხალხმა ჯერჯერობით და არასოდეს მე მგონი არ უნდა თქვას.
და ქართული ოცნება ამ გზას კეტავს, საქართველოს უკეტავს მომავალს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ხელისუფლება ყოფს, რაც ცალსახადროსული რეჟიმის როგორც ასეთი განსახიერება. უამრავი ადამიანი ციხეში იტანჯება, აბსოლუტურად უდანაშაულოდ, აბსოლუტურად შეთითხნები ბრალდებებით არიან ადამიანები ციხეში, ნაწამები, ნაწვალები, გატანჯული ადამიანები და ყველა მათგანი აუცილებლად დაუბრუნდება თავისუფლებას, გამოვა გარეთ და შეუერთდება იმ ადამიანებს, რომლებიც არიან აქ. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ არ გვიწევდეს გარეთ დგომა ფუნდამენტური უფლებებისათვის. ჩვენი ფუნდამენტური უფლება არის რომ გქონდეს ქვეყანა და ავირჩიოთ ამ ქვეყნის კურსი. მოქალაქეები, რომლებიც უწყვეტად მართავენ საქართველოს მასშტაბით, უკვე მე-80 დღეა პროევროპულ საპროტესტო აქციებს და მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი. სწორედ აი ამ პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და კენჭისყრის პროცესის სამართლიანად უზრუნველყოფას, ასევე აქციებისას დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას პატიმრობიდან, მათ შორის საუბარია როგორც 28 ნოემბრიდან დღემდე მიმდინარე საპროტესტო აქციების განმავლობაში დაკავებულებზე, ასევე 2024 წლის აპრილსა და მაისში ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო დემონსტრაციების დროს 53 პირი იმყოფება საპატიმრო დაწესებულებებში, მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არის ასევე ჟურნალისტი, მედია მენეჯერი, ავტორიტეტიანი გამოცემების, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს, ასევე შიმშილობს ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე, რომელიც დღეს შიმშილობის 20-ე დღეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოქალაქეები, რომლებიც ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, აი ამ წუთებში ინაცვლებენ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიისკენ, სადაც როგორც გითხარით, დაგრიმილია დღეს საღამოს მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით და ისინი აცხადებენ, რომ მოგვიანებით უკვე შეუერთდებიან მთავარ საპროტესტო აქციას, რომელიც ყოველდღიურად იმართება საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან უკვე მე-80 დღეა. ისინი ასევე აცხადებენ, რომ არ შეეგუებიან ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმს საქართველოში და აცხადებენ, რომ ქვეყნის ერთადერთი მომავალი არის ევროპაში და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება.